როდესაც ადამიანთა ორ სხვადასხვა ჯგუფს აქვს საპირისპირო შეხედულებები გადარჩენის საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთი გზა მის მოსაგვარებლად უნდა იყოს ბიბლია, რადგან ხსნა ღვთისგან მოდის. მოდით წავიკითხოთ საქმეების მეოთხე თავი, მუხლით 11. ეს არის ქვა, რომელიც უკვაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა და რომელიც ქვაკუთხედად იქცა. სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით. ბიბლია გვანათლებს, რომ რადგან ღმერთი ჩვენი მხსნელია, ღვთის სიტყვა უნდა იყოს ჩვენი ხსნის აბსოლუტური სტანდარტი. 2000 წლის წინ არსებობდა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც იწოდებოდა იუდაიზმად. მათი სწავლებები მკვეთრად განსხვავდებოდა იესოს მიერ ნასწავლის სწავლებებისგან. ფარისევლებმა თქვეს, შაბათს მუშაობა არ შეიძლება. ხოლო იესომ თქვა, ეს არ არის სწორი. თუ ცხვარი შაბათს ორმოში ჩავარდება და მოკვდება, განა არ დაიჭერთ მას და არ ამოიღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ შაბათია. იესომ სწავლებად მისცა ის, რაც სწორია. ამგვარმა ფაქტებმა მაშინდელ რელიგიურ წინამძღოლებს ის ერეტიკოსად მიაჩინეს. ნიშნავს ეს იმას, რომ იესოს მიერ ნასწავლი ყველა სწავლება მცდარი იყო? აბსოლუტურად არა. ჩვენს დროშიც, როდესაც ვქადაგებთ ღვთის წმინდა სახარებას. რა სახის სტიგმას გამოხატავენ ისინი, როდესაც ამბობენ, ეს არასწორია. საქმეების 24 თავი, მუხლი 2. როცა გამოიძახეს ტერტილოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა, ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად. რა არის ის? და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღოლად. იმის გამო, რომ ადრეული ეკლესიის რწმენა იესოსადმი განსხვავდებოდა იმ რწმენისგან, რომელიც მათ ჰქონდათ, ადრეულ ეკლესიას ეწოდა კულტი. დღეს, როდესაც ჩვენ ვდგავართ ღმერთის მხარეს, ვერ ვაცნობიერებთ, რომ მაშინდელი რელიგიური ლიდერების ყველა ქმედება მცდარი იყო. მათი რწმენა, რომელიც არსებობდა მამის ეპოქიდან, უნდა შეიცვალოს ახალი აღთქმის რწმენით ძის ეპოქაში. ეს ცვლილება მოხდა იესო ქრისტეს მოსვლით, რომელიც არის ჩვენი მხსნელი. შეგიძლიათ ვინმესთან დაკავშირება ძველი ტელეფონის ნომრით დარეკვით, მაშინაც კი, თუ მისი ნომერი შეიცვალა. თქვენ არ შეგიძლიათ. 1600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველა ცრუ სწავლება, რომელიც ქრისტიანობაში იყო შემოღებული წარმართული რელიგიებიდან, როგორიცაა შობა, ჯვრის პატივისცემა და კვირათაყვანისცემა, დღემდე ინახება. თუმცა ქრისტე აჰანსანხონგი მეორედ მოვიდა ამ დედამიწაზე და აღადგინა თავდაპირველი ჭეშმარიტება ჩვენთვის. ეს არის ის, რაც მთელ მსოფლიოს უნდა ვასწავლოთ.